დღეიდან 3 დღე დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს დღესასწაული თბილისის ძველ უბნებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება დღეს ღონისძიებების პირველი ნაწილი გაიხსნა მთავარი მოვლენა საწნახელი ხილის ფესტივალი და ავტოშოუ კი შაბათ-კვირას გაიმართება. თბილისობა 2012 და სადღესასწაულო განრიგი ნანუ კალავიძე ისაუბრებს ახლა რეალობის ეთერში. ნანუ, გაგისმენთ. 33 წელია თბილისობას აღნიშნავს დღე და 7 ოქტომბრის ჩათვლით. დღესასწაული უამრავ ღონისძიებას მასპინძლობს. თბილისობა დღეს გაიხსნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც 2 ექსპოზიცია არის წარმოდგენილი, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელიც თბილისობას იგეგმება. ტივით სეირნობა, გიგანტური საწნახელი ხილის და ჩაის ფესტივალები, მუსიკალური ჯგუფების კონცერტები ხვალ ღია ცის ქვეშ ყველა სტუმარს ელოდება. ტრადიციულმა ქართულმა სიმღერამ თბილისობა გახსნა. დღესასწაულის პირველ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2 ექსპოზიცია გამოიფინა. დამთვალიერებელმა გასული საუკუნის ერთჯერადი პერიოდიკის საარქივო მასალები ხალხური მუსიკის ფონზე დაათვალიერა. საგამოფენო დარბაზში ეროვნული უმცირესობების კონცერტი გაიმართა. ვართ ანსამბლისთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავები და შევასრულეთ ქართული ცეკვა. შემოსვლა ქართულ ნაციონალურ ტანისამოში. დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ წარმოვადგინეთ საფოსტო ბარათების უნიკალური კოლექცია. ეს არის 19 საუკუნის თბილისი, 19 საუკუნის საფოსტო ბარათები. პრინციპში ყველაზე სრული და ყველაზე უნიკალური კოლექცია, რომელიც გადმოგვცა კოლექციონერმა ბაადურ ქობლიანიძემ. ჩვენს ფონდებში დაცულია ამ ღია ბარათების ელექტრონული ასლები. ზამბახების და ოქროსფერი დარბაზების სტუმრების მოლოდინშია. ორმა ახალმა საგამოფენო სივრცემ ფუნქციონირება თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში თბილისობას დაიწყო. მუზეუმს 2 მუდმივ მოქმედი საგამოფენო დარბაზი შეემატა. წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ექსპოზიცია, რომელიც მუდმივად იქნება დამთვალიერებლისთვის გამოფენილი და ვფიქრობ, დიდ ყურადღებას და ინტერესს გამოიწვევს მაყურებლისთვის და დამთვალიერებლისთვის. თბილისობის ყველაზე არომატულ ღონისძიებებს უქმეები უმასპინძლებს. სწორედ შაბათ-კვირას გაიმართება საწნახელი ტივით სეირნობა, ხილის და ჩაის ფესტივალი, მუსიკალური ჯგუფების კონცერტები და უამრავი სხვა ღონისძიება. თბილისობის დღესასწაულს კონკურსი, გალა და საპატიო თბილისელების დაჯილდოება დაასრულებს. სამდღიანი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება. 6 ოქტომბერს თბილისობა შენობებიდან გამოვა და დღესასწაულს ოქტომბრის პირველ უიკენდზე ღია ცის ქვეშ იზეიმებს. ღია ცის ქვეშ გაიმართება თბილისობის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები თბილისის ისტორიულ ნაწილში, სადაც თბილისელები და მისი სტუმრები თბილისობას იზეიმებენ. მადლობა ნანუკა, რეალობის ეთერში ნანუკა ალავიძე საუბრობდა. ამ დროს